შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვირებ კიდე ეგრეთ და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ეს ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბავს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა. ხოდა მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მეზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი და მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა დი, შენ არ გაქვს. მობა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატარო მარიკო რა. ცეკვაზე ხوار შევიყვანო. რა ცეკვაზე მინამასალაგ და თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქმედა ჩემო ხშტა იქცე და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყვარა მე ვერ ვასწავლე. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. მარიკო ჩაგირთავე ხა მაშინ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე მარიკო დაიცადე, აბა წავიდა. და რა არის მარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. ნუ ხმაურო, ბავშვებო, ქართული საყვეთელია თუ იმის ვერ გავიგე. ცოტნე ქაღალდებს ისვრის. ცოტნე. ვაგზელებ ტექსტის კითხვას, გაგზელე გოგო. ტყეში გაბნეული ბავშვები ძალიან დაიბნენ და არ იცოდნენ საით წასულიყვნენ. თან ხამდებოდა და ლამის ეშინოდათ. აი მეხუთე კლასში ხარ და კითხვა არ იცი რა. ლამის ეშინიათ წერია მან, ღამის ეშინიათ. აი იცი რა არის, ენები არ მოყვებათ. თქვენ ხო გვეუბნებით ხომ გრძელი ენები გაქვთ და გრძელი ენები თუ როგორ არ მოყვება? მარიკო ზელატოსი ამჩომა თქვენ რა დაინახოთ. მომიცი აქ ეს ზელატოსი. აი ამებით რო გაქვთ გამოტენილი პირი, იმიტომ ვერ ლაპარაკობთ. მოდი ახლა ვთქვათ ენის გასატეხი, აი რაღაც ეს მიჭირავს. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. გაიმეორე მარიკო. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. გავიმეორე. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. ხურატი სენსაცია დაგება. დამცენიან მას. აი ეგ არის არ მოყვებათ ენები შვილო. აი მისმინეთ ახლა. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. ვერ თქვენ გაიმეორეთ. დაიდეკე გადით ახლა გარეთ რა. ეხლა რომ მარიკო არ დამხვდეს სახლში, ხომ და მივაკლა კიდეც, ინგა დაიცადე გოგო ერთი წუთი. პრივატ მარიკა, რა ვახარ გოგო? რა ვიცი გოგო, გამოვარდი ჩუსტებით შენი ხმა რო გავიგე. რაზე დაგიძახე ახლა? ხო იცი ჩვენი კორპუსის თავმჯდომარის არჩევნები როა, აწი. მეზობლები ხმას გაძლებთ, კენჭი უნდა იყარო იცოდე. გაგიჟდი გოგო, რა კენჭი ვიყარო? როდის არის ეგ არჩევნები? აგერ 4 დღეში და მეზობლები ხმას გაძლებთ უარი არ თქვა ახლა. დედა როგორ ამანერვიულე ახლა. რა გავაკეთე კაცო რო ასე ერთენად მოვეწონე ყველა მეზობელს. რა ვსქვია რა გააკეთე გოგო, წყალგაყვანილობა იყო, შენ და რეკი მოვიდნენ გააკეთეს. კურტანიძეებს კანალიზაცია მომუცხოთ, შენ და რეკი მოვიდნენ გააკეთეს და ხეს რო არავის არ აჭრევინებ კიდე ამ ჩვენი კორპუსის გარშემო, იმიტომ რომ ცხოვრობთ გამწვანებაში და იმაში გაჩერდი ახლა რა. ხო ნუ მაგ ახლა ჩემი მეთოდები, ნუ ვიცი რა. აი ხმარ მესმის სახლიდან ახლა რომ მარიკო სახლში არ იყოს, აი უნდა მოვკლა რა. კარგი ახლა არ ეჩხუბო კაცობა, არჩევნებზე დაფიქრდი იცოდე. აი მე გოგოებო რა კარგი აქ რო ხართ და სასახებლად მოვდიოდი. ჩვენი კორპუსის პადვალი არის აი საშინელ მდგომარეობაში. ახლა გოჩა და ბიჭები იყვნენ ჯანსულები და ძღნერები და ოხრობები რა. და რო გვაინტერესებდა საიდან ამოდიოდა ის საშინელი სუნი. ინგა გაგვიკეთე ახლა ეს საქმეც რა შენგენაცვალ. აი შევალ ახლა სახში და 10 წუთში დავრეკავ. არა ოქრო ხარ. აი და შემამცილა წავედი რა, აბა თქვენ იცით. ჩუმად იყავით ახლა მერიაში უნდა დავრეკო კაცო. მერია სად არის ნუ აი მერი კი არა მერია ხო ეხლა კითის გახოხელი ბიჭო გამარჯობათ მე პრემიერ-მინისტრის ახლონათესავი ვარ ხო მიცანით ეხლა რაზე გაწუხებთ კბილია მტკივდა ჩაჭიანებული როა უყურე ეკრანს მთელი დღე და უარეს დაგემართება ეკრანი კბილთან რა შუაშია კბილით კი არ უყურებს ტელევიზორს ესე გეგიმთან გამიხდი წასაყვანი რა. შეგეძლოთ იქით ჩხუბოთ ფილმს უყურებ მე მგონი. ჩემი ზელატოსია სად იპოვე?
და შენ ტრონსკების უჯრაში გქონდა ჩამალული. ეხლა რა გინდა მაინც კბილი გტკივოდა. კარგი თირმა ექიმო წამოვალთ მაშინ უკვე. დასაპლომბი ხო. ვერ მინდა მე მაგ ექიმთან. რაღაცნაირი ქალია მაშინებს ხოლმე. ძალიან კარგი ქალია ნუ იგონებ რაღაცებს ადაკი ჩაიცვიმიდი. აბა ვნახოთ. აუ სულ მომს პარია კბილი რა გიქნია ბიჭო ეს. ეს ახლა ბოლომდე უნდა გავბურღო, მე ამოვასობ თავებ და დავპლომბავთ რა. აუ გავბურღავოდი. ის თუ ბურღავი ხა დაწეკი მანდ რა. ღმერთო როგორ მიზისღება მაღლივი. არა ქალბატონო თქვენ არა დამკვირვებლები რა შუაში ხართ. ვა, მარე შენ სამ გამოცდეს წით? სად ზიხარ? აუ სუწინ ზიხარ შენ ვერაფერს ვერ გადაიწერ. არა არც მე არ ვაპირებ რამის გადაწერას ქალბატონო. დაიკავეთ ადგილები უკვე გამოცდა 2 წუთში დაიწყება. ტუალეტიც მოითავეთ გაფრთხილებულები ვართ ვერ გაგიშვებთ. უკაცრავად მე ცისტიტის ცნობა მაქვს მოტანილი ფორმაასი და ხო შემეძლება ტუალეტში გასვლა? მაჩვენია ბა ხო. თუ გინდა რომ შენ ტუალეტში გაგიშვათ უნდა ახვიდე ზემოთ სართულზე, რომ ამაზე ხელი მოგიწერონ და მე პირველ კორპუსში გაიქცე რომ ბეჭედი დაგირთხან და მოგვიტანო ეს ისევ ჩვენ. კარგით მაშინ ახლა გავალ ტუალეტში. ტელეფონები გამოვიტანოთ ვიწყებ საკითხების დარიგებას. მაჩვენით. თუ შენ რები შემხდა? არც ერთი არ მინდოდა. თუ არ გავცვალოთ. არა ხუმრობ ქალბატონო. ხუმრობით მოხსნი მეც გამოცდიდან. მიც კუთხე რაღაცები რომ შევამჩნი ერთხელ გავაფრთხილე ორჯერ გავაფრთხილე. მეთქი მე დამკვირვებელი ვარ თუ ვიქნებ რომ შემომიბრუნდა ის სტუდენტი. თქო ერთი გაფრთხილება და მოიხსენეთ გამოცდიდან. რუსკეთა მიგიდა ის კოდი. უგაცრავად ერთი შავი ფურცელი თუ შეიძლება. კიდე ერთხელ დაახვილებ შენ და მოიხსენე გამოცდიდან. რა მეჭორი მინდა თორე მოვიწყინე. აუ შენ რა ვაკეთებ რამე? რა უნდა აგურო მიგეთქვი ჯორს თუ გინდა. თორნიკეს ხავს ახალი შეყარებული მე მგონი. ეგ მეც გაგიგუში ნუცა და ქეთი ჭორავდნენ და ყური მოვკარი. ნუცა და ქეთი სადნახი გაფიცებს საუკუნე არც ერთი არ დამინახავს. მაღაზიაში იყვნენ ეგენიც ქეთი სიგარეტს ყიდულობდი. ხო გეუბნებოდი ულოში მე გაყვითლებული ეწევა მეთქი რომ არ მიჯერებდი. აუ ადრე ეგ ნუცა ძალიან კაი ბავშვი იყო ხოლმე, მაგრამ მე მაგითი მაიყოლია და გააფუჭა. სუსხებს უყურებინ და ჭორავობენ. მე ხო ვერც მე ვერ ვიტან ჭორავობა ეს. თიკუა გასული უნდა გარკვეს ვინ არის თორნიკეს ახალი შეგვარი ბუბუ და მოვაწოდა ხანში. ანასტასია. აუ ვინ გაიჭიდა პროსტა. ანასტასია დედა შენზე გაბრაზებული. კაკაოზე რო ჩამოგაგზავნე და არა მოიტანე ცარიელირზე დამალევინა. ანუ ვინ გაბრაზებული თუ შენ? ომარიკო დააბრუნე ეგ ჩიფსი დროზე. ომარიკო. უძანსრაფად სიკვდილი დამუღა მამბოლ დროს და ვეღარ ვეწევი. აუ თიკო მალე მოვა უნდა წავიდე მე ცოტა ხანში. კაი სადმე წახვიდე ნიუსი არ გაინტერესებს? თიკო აქეთ ვართ მოდი. მესალი კოვზირიძე მგონია. მოვედი, მაგრამ ნეტა არ მოსულიყავი. გავიგე ვინცა. აუ თქვი ვინა გაფიცებ. ვინ და შენ ქალბატონო? ეხლა თუ ჩამოვიხჩობ. შემდეგ მარშრუტკაში თუ ვერავედით გადავხტები შუამისაზე და ეგ იქნება რა. დი რომელი ნომერი გვინდა? ან სად მივდივართ საერთოდ? რა ვიცი ნებისმიერი ნომერი ყველა მიდის მანდეთ. სად მიდიხარ და დიღომში. რო დაგპატიჟა ლელადეიდა არ გახსოვს? უკაცრავად 5-14 როდის ჩამოივლის 40 წუთია ველოდები. უახლოეს მომავალში ქალბატონო რა ვიცი გათიშულია ეს ტაბლოა თუ რაც არის რა ვიცი არ მუშაობს. ფუდინ კაცმა ცხვირი მოიხოცა ძირს. საჩერიო მარიკო რა ებს ამბობ ახლა. რა უბედურება ბატონო წამოგიღო ტუალეტის ქაღალდზე გეკნათ ბარეხა მაგ ყველაფერი. რა უბედურება კაცო. აუ ჯეწყალი მინდა სახში რომ დამედია დამავიწყდა. ეხლა რომ მაღაზიაში შევიდო მარიკო მაშინ ჩამოვივლის ყველა მარშრუტი და დარჩებით კიდეც აქ. დალიელა დაიდასთან კაცო რომ მივალდი. ვაი მე გააჩერეთ რა. ვაი არაფერი. თეთრ დისტრიბუციის მანქანას დავუქნია ხელი. აი ეს 18 მეტრიანი ავტობუსები ხო თქვენ შემოვიყვანეთ ო სად არის? რა 18 მეტრიანი ავტობუსი ქალბატონო 18 მეტრი სულ არის ეს ქუჩა. ისე ეხლა გლდაინდა რომ წავიდეთ დიღომში ფეხით რა უჭირს. აუ რა ფეხით დედა აწყალი მინდა ისედაც. ხო და იდექი მაშინ აქ ეგრე საათობით. ვაი მე გააჩერეთ რა. მიდიო მარიკო ახტი დროზე მარშრუტკაში. რა საკეთებ ქალბატონო ბავშვი მყავს კაცო მარშრუტკაში ამიშვით.
ნაღარები გაგაცე დახურით რა კარები. ბავშვი, და წავი დამაშუტკა. ომარიკო, მოდი აქ შენ უნდა გეჩხუბო ერთი კარგად. რა არის ბიჭო, ეს ამდენი ჩიფსები საიდან მოიტანე? ეზოში ვიყავით ბავშვები, მე, ვასო, ლიზი და სალომე და ლევანიძიამ ჩამოიარა რა გიყიდოთ ბავშვებო და ესენი გვიყიდა. კიდე წვენები, მაგრამ ისინი დავლიეთ უკვე. მოიცა, რომელი ლევანი? სპანდერაშვილი? ეგ გიყიდათ. მაგ შენი მეგობრის სალომეს ნამდვილი მამაა ეგ, მაგრამ არ ამბობენ. ომარიკო, გახსენი იქ ჩიფსები? რაღაც საინტერესო ამბავი გველის. გასაიდუმლოებულია. სიტყვა არ დაგცეთ არავისთან ახლა. მაგრამ რადგინდა რომ შეხედავ მაგ ბავშვს ლევანია ზედ გამოიჭრილი. გოგოები ხო იცი მამებს მსგავსებიან და. აბა სალომეზე და შუქმარი ყავს ის კაცი რას აკეთებს? ნუ ყოველ შემთხვევაში იმას არ ახლა, რაც ბავშვის ყოლისთვის არის საჭირო. ეგ კაცი მუშაობს, ომარიკო. და ეგ ამბავი შეცაიდან იცი. ომარიკო ეგ ამბავი ჩამოასხიდარი. ეგ ამბავი ცალთრიკმელანუნუ მომიყვა 4 წლის წინ, ხო? ეს ლევანი მაშინ მიდიოდა თურმე ამ ქალთან, ქმარიჯოს სახლში არისო და მუშაობდა, ხო? რატომ მიდიოდა? ხო და ამ ქმარმა არაფერი არ იცის დღემდე, თორე ესეთი კაცია რომ გაშორდებოდა აქამდე. მე კიდე ამ ჩიფსის ჭამას ვერ გავშორდი რა, შემითრია. ის იგი შენთან უნუს გარდა არავინ არ იცის ეს ამბავი. სიტყვა არ დაგცეთ ახლა არავითარ არ დამღუპოთ. მე თურმე ერთხელ ეს ლევანი რომ ისულა სახლში, ამათთან თვითონ ის ქმარი დახვედრია სახლში, ხო და იმგა ფამილია მოვიდა. აი 25 სერიის დასასრული, გახმოვანებულია TV ინგას მიერ, პროდიუსერი ცალთირკმელა ნუნუ. ფინალურმა გამოცდებმა ფსიქიკურად შემარყია. არ ვიყავი მზად ამისთვის. აბა რისთვის იყავი მზად? რისთვის და საჭორაოდ? თიკოსთან და თეკლასთან. როდის მეცადინეობ მე არ ვიცი. ახლა და ვერ ვიმეცადინებ თუ ლაპარაკს გააგრძელებთ. და შეგიდე მაგ ზელატოს ისჭრაჭუნს. შენი შიშ ვეღარაფერი გავაკეთაო. გააკეთი და მიყარი ცოტა მაგ თეფშზე, წაუხრა შუნებ. ნელა! შეხედე კონსპექტებზე დამიყარა. ომარიკო გამოდი გამოეცალე. რისი გამოცდა გაქვს ანასტასია, აბა? ინგლისურის გამოცდა მაქვს და თუ შემეტენა მე ცხოვრების გამოცდა მექნება. აი მე შეტანმები არ გამაგონო იცოდე ახლა. დი შედო გაკოცლარენები შეტანილი პირსახოცებში. შეჭამე შენ მან რაღაცას ჭამ? გამომძიებელი. კონსპექტი წერა დავამთავრი როგორც იქნა. გოგო და რო გამოსულა მაღაზიიდან შეხვედრია მე ეს კალბატონი. ახალი პალტოც მედა რო კითხო ფული არა აქვთ. დაიცადე მან დაფაყარო ექიფჩოები. თითოთი. აი მას ჩაყარე მიდი ხო აცი. ხო ნამდვილად არ აქვს მაგალს კარგი სახე. უი შეხედები წერია შეგნით ინგლისური ლიტერატურის კონსპექტი. დე ნახე რა მაგარი კბილები გავიკეთე. შეხედე ფოლგა რომ მიუკრია. რა მოგაფიქრა ახლა ეგ? კლასის ჩოჩი რეკავდნენ ბავშვები და მე არ მინდოდა ლაპარაკი. მოვატყუე რომ ექიმად ამინიშნა ეს კბილები და არ შეიძლება ლაპარაკი მეთქი. ვა, რაღაცა მაინც გისწავლია ოჯახისგან, ხოჩახ. მიდი ახლა მოიტანე წიგნები, გაკვეთილები გაქვს სასწავლი შენ. არ შეიძლება ჩემთვის ლაპარაკი ექიმად ამინიშნა. აბა შეიძლება გამოიტანე ახლა წიგნები? ეს რო გაუცნებ გაუვახოლმე თავს რა. აბა მიმაგას გავბიდავდი ბავშვობაში? გახსოვს ერთხელ სუპირო გადამასხი თავზე. 3 დღე ბრინჯები და სტაფილები მქონდა თმებში. აი მე რამ გაგახსენა ახლა ეგ ამბავი. ფეირი დაგბანე მე თავი, კარგად აშორებდა ცხიმს და. რა ფეირი დამბანი? როგორ შეიძლება მაგით თავის დაბანეთ ამ ბავშვზე? აი მე ბაბუს ხალ მქონდა ახლა შამპუნები და ისინი, კაცო გაჭირებულ ცხოვრებაში. მოდი ახლა შეგიდე და გადაშალე ეგ წიგნი რა. დე მასწავლებელმა მომწერა არა უშავს არის სწავლო მესენჯერში. რა მოგწერა ერთი მაჩვენე? რა არის ბიჭო ეს? და კბილებზე გადაუღია სურათი და ჩაუგდია მასწავლებლისთვის. ირინა მასწავლებელო ვერ ვისწავლე გაკვეთილს ექიმა დამინიშნა ეს. როგორ შეიძლება ბიჭო ასეთი ტყუილი ვერ გავიგე? ეს ვიღამიდეკას. და მცალთრიკმელანუნ ხო ტვინი შემიჭამა მთელი დღე რა ვერ უპასუხებ კაცო გამიბავს ახლა ეს ხო? აიმე. ხო ნუნუ. გოგო ვერ გიპასუხებ ახლა ექიმა დამინიშნა კბილებზე და არ შეიძლება ლაპარაკი. ინგა ეკლერი მოგეტანა ჩემი გაკეთებული.
დედა, შენ ვინ ხარ მოკლედ რა, ასეთ გემრიელობებს რო აკეთებს, უნდა გაგვასუქო გოგო. აქეთ გამოუშვით რა იდიკლერი თუ შეიძლება და ეს ახალი ამბები გამოვთით რა ტელევიზორში. არა კაცო, დაიცადე ვუსმან ერთი ევროკავშირზეა ლაპარაკი. ეს ცხარე რეკომენდაცია ხომ მოგვცეს. კორუფციას ებრძოლეთო და პოლიტიკურ პოლარიზაციასო და მაგის ხმარს უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ევროკავშირისგან, ისედაც უნდა ვაკეთებდეთ მაგას. ჯე, მასწავლებელმა მეცხრე დავალება მომცადეთ ეგებზე გააკეთეთო. მაგრამ გავიკეთებია ჩვენ. მართლა კი არა მოგაწყუე. ისე რა მაგარ რაღაცას მივახციეთ ქართველმა ხალხმა. მერე გამოვლენ ზოგიერთი და ეტყვიან ჩვენი დამსახურება. წარბს არ შეიტყვია. წარბს არ შეიხრიან არის ეგ, ხო? დედა გახსოვთ გოგო ჩვენს დავდივდით აქციებზე? ვაი, მე ნამდვილად რო ღირდა რა. რო შევალთ იმ ევროკავშირში, ხო, უკეთესი პირობები ექნება ხალხს და უკეთესი განათლება ბავშვებს, ეკონომიკა და რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა. კი, ნამდვილად იგრია. 5 ლერი ჩამერიცხა. 5 ლერი ჩამერიცხა თქვენ თავს პიცა ვარ. ჯეიმს ზიებებომ წამოწოლილი ვარ და ნუაღრიალებს ტელევიზორსო. მე მგონი ასე მითხრა რა ვიცი კვილები არ უდევს პირში და ვერ გავიქე კარგად. იმე დავუწერ ხო, აღარ მესმის არაფერი. ო, რეფორმები, ხო? ისე კარგი ცხოვრება თუ გინდა, საჭიროა კაცო ეს რეფორმები. ისევ ქართველებისთვის არ არის კარგი. გადი მე რინგა რუსთაველს და მოითხოვე ეგ რეფორმები. და კიდე რამე საკონდიტრო რო გაიხსნა ჩვენ корпуსთან. სტატუსი რომ მიიღე, კი არ უნდა მოდუნდე. ახლა იწყება მთავარი და ახლა უნდა ვდგე და მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. ანასტასია, შენ იყავა და გავიწყდა დალევ. ვა, რა გითილები ხარ დღეს ყველა? მიყვარხართ გულეები? აუ, ვიღაც ჩამისახლდა მე მგონი. ინგესო თოთოლო კამერა დავითრიე, შენ რომ თხოვე, კამერა ლამფი. დედა, რა კაია გოგო ძვირფასი. მაგრამ სადავაყენო ახლა ეს ამას ვფიქრობ. ამას სადაც გინდა იქ დაამონტაჟებ, გაერთად შეგეძლია და შეგნითაც. დღის ხედვა ხო აქ და ღამის ხედვა კიდე მაღალი ხარისხის. კაი, ნუ ყვირი ხარ, ყველას ნუ გააგებინე ახლა. დავაყენებ აქ ოთახში და იყოს. მიდი ახლა მომეხმარე, ჰე. ამის დაყენება ძალიან მარტივია, ნატურასავით არის. მიდი იმსენაც დაუმაგრე ნატურის მაგივრად, მაინც არ თავხულმე. აჰა, რა წერია ხედა? ესე იგი smartphone-თან დააკავშირებ მაგას და აკონტროლებ ყველაფერს 360 გრადუსით, ხო? კადრების გადახვევა შესაძლებელია და ხმასაც იწერს თურმე, რასაც აილაპარაკებ ოთახში გავიგებთ. აჰა, მზად არის დავაკავშირე ტელეფონი. სიტყვა არ თქვა არავისთან იცოდი, არც მზებებოს არ უთხრა და არც ომარიკოს. ინგა ამბანოში ლამპუჩა გადაინწო, შენო საბანაოდ ჩემდიმა, რა გავაკეთო? ინგა! ეს იქასეშენი სახშიანალე რა. ოიაგერამ სამაცაკ, ლამპუჩკა და მოხსნე. მე დაუცნაურები გამოუგონებ. დედა, რამდენი რაღაცა ვიყიდეთ ანასტასია 50 ლაში, დაიმახსოვრე ეგ მეორადები იცოდე, ხო? აუ, იმინა ჩამწყდა ხელები. აუ, მოდი ვიდეო კამერით ჩანაწერი ვინახოთ, არ გაინტერესებს? რა ხდებოდა სახში ნეტა და ჯექმით და მე ჩავთავ. აჩვენე ერთი. რა, გოგო ეს? ზიებებს ბანაობის კადრებია. აუ, ვიხევი. შენ უნდა მოკლავაშ ბატონო. ამოვიდა გუშინ ესოდან ოფლიანი და დღეს უკვე ახველებს. არ მახველებს. ცოტა იქით მოკალი, რა მეტად ეკლე კინოს უყურებთ. არა უშო, და ჩემი სულ ეჭხობება ხოლმე ჩემ პატარადას. არ არის საჩხუბარი? როგორ გავაფრთხილე, არ იბინა მეთქი გუშინ დაოფლიანდები თქო და არა, ირბინა ბიჭმა. არ მირბენ. ყურე რა. ეხლა უყური, იწვერებიანი კაცი ამ ბიჭს აჭრის ბარგალკით ფეხს. აუ, რა სისხლიან კინოს მაყურებინებ. აუ, კიჩუპი ხო არა, გზელდეს ხდება ძალიან. აი მე კი უნდა მქონდეს მაცივრის კარებში, მოგიტანთ ეხლავე. ამარიკო ეს ძალიან მეთქი და მაცივარში შეგიდგამშე. მოვიდე ეხლა მანდ. აუ, სათავიმალო. შენ ოთახში, საწოლსა მოაცალი მატრიცა და შიგნით ჩაძვერი ვერ გიპოვის. აი თეკლა კეჩუპიშვილ. საწავიდა ეს ვაჟ ბატონი. საწოლში ჩამძრა ლინგადეი და მატრიცის ქვეშ. ნახე კეჩუპი როგორ მოუხდეს. აქ უნდა ჩამძრალიყავი ბიჭო. ამოდი ხლა დროზე. არ ჩამძრალი. აუ, მოდი გამოვდოთ ვაფშე ის კინო. ძალიან მაგარი დრამა იქნება ხა ჩვენ ოჯახში. აი მე და აღარ მინდა ეს საახალწლო საჭმელები რა, წაიღეთ არ ვიცი. ინგა, გოგო აი ეს მოგიტანე ჩუჩმაჩე, ჩემი გაკეცებული. აი მე რამე კუჭმაჭებალია, გოგო, იმდენი რაღაცა მომრჩა, მეც დანახვა აღარ მინდა სუფრის რა. აუ, მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო, რაც ამ დღეებში ვჭამე და ცხოვრება თავიდან დავიწყო. აუ, მე რიგო იქ მომცხარი მომაწოდიება. აჰა.
Liedia, baușe baroase petke beliamogig de saiuanze shegeshindāt. Kio Mariko, mimiguna korpusita ingrametki. Შენ საიდან იცი რომ ამომიგდეს? მეც იქ ვიყავი ეზოში, მაგრამ მე ვეუბნეოდი რომ არა უგდოთ მეთქი. რა ხდება რამაზი ხომ მშვიდობაა? ჩვენთან კი მშვიდობაა, მაგრამ რაზმაძეები გაუქურდავთ, წაუღიათ ყველაფერი. დედა, გაიგეთ ხალხო, რაზმაძეები გაუქურდავთ. მე ჯერ კიდე როდეს ვამბობდი რომ პაროლიანი კარები დავაყენოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. რასამ გოგო ჩემი შვილი პაროლის დამახსოვრებელია. დაბადების დღე რო აქვს ხომ და ერთი წელი მოემატება, სამი თვე კიდე ძველას აქვს პასუხობს ხომ რომ ეკითხებიან ამდენი წლის ხარო. კაი ერთი რა. ნიტა რა მოპარის რაზმაძიებს. შეიძლება თვითონ ის ქალი მოიპარეს ოჯახიდან ცოლი. ზედ რო უკეთია ხომ ყველაფერი საყურეები, ყელსაბამები და ბიჭდები. მაგიტო დავარქვით მე მაგ ქალს მედალია ფარაონა. ოქროებით რო ჩამოდის ხოლმე მაღაზიაში რომ ზეთი იყიდოს რაღაცა 70-იანი ბაზდაკლებით. Они это чем-то начали мусульмане куртები. Გაბადანდი ამ საჭმელებს.